Get low when the whistle go. გამარჯობა ძვირფასო მაყურებლებო, მესამე ყველა ჩვენი არხის მაყურებელს და დღეში მოვთავაზებთ ვიდეოს როგორ მოვაგვაროთ ლურჯი ეკრანის პრობლემა. აი ეს მაგარ სკრინშოტები გადაღებული და რა არის ამის მიზეზი. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი რამ. ლაგიხსნით რა უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში. აი როცა არის ასეთ ინგლისური თვლით აქ ვიწეს რა არის ბრალიც არის. ნახეთ აი ამ ფაილის ბრალია ეს ლურჯი ეკრანი. გამოდის ასე. მაგრამ ის ხომ არ იცით ახსად მეძებოთ ფაილი რა უნდა გავაკეთოთ რას ნიშნავს ლაგიხსნით ეს თქვენთვის იოლად რომ არ შეგექმნათ ასეთი პრობლემა. ესე იგი პირველ რიგში უნდა შეეცადოთ თავისთავად პირველ რიგში უნდა გავაკეთოთ რა უნდა გაიგოთ თქვენი დედაპლატა რა დედაპლატა გაქვთ თქვენ ამისთვის დაგეხმარებათ თუ სხვანაირად არ იცით აი არის საგერ პროგრამა AIDA 64 აღიქვათ ინტერნეტში AIDA 64 და დააყენებთ არ არის პრობლემა აი ხსნაც განახებთ ესე იგი უნდა მივაგნოთ პირველ რიგში ჩვენი დედაპლატის მოდელი სუსტად რა არის აი სისტემური პლატა შევდივართ აი ჩემი სისტემური პლატა არის Lenovo აი აგერ მოდელიც არის მაგრამ Lenovo იშვიათი აქვს თქვენთან იქნება ალბათ Asus ან BIOS არის ან ASRock და ასე შემდეგ ესე რაც არ უნდა გიწერთ ამას ეს ინიშნება აქთან თუ გინდათ დააკოპირებთ სიტყვაზე შეკავთ აქ Google-ში გუნდსაზიებო სისტემაში ტუეთ მარტო დრაივერი აგერ რომ არის აკრიფოთ რა დრაივერები ინგლისური ასე ჩულებრივად და აი ამ უნდა შეხვიდეთ იცით ოფიციალურ საიტზე მაგალითად Asus-ზე შევიდეთ განახეთ Asus-ის მქონდა მანამდე კომპიუტერი და იქ ადგილი არის აი მაგალითად ეს მოდელი იყოს რა აქვს მნიშვნელობა აი შევდივართ Asus-ის საიტზე სიტყვაზე უმეტეს Asus-ი აქვს პირველ რიგში უნდა გავაკეთოთ რა უნდა გადმოვიწეროთ ოფიციალური საიტიდან დედაპლატის ოფიციალური საიტიდან ყველა ოფიციალური დრაივერები უნდა ვიცადოთ ან დისკით მოყვება თუ კომპიუტერს უკეთესად დააყენეთ ესე მონაკველი დისკიდან თუ ასეთი პრობლემა აქვს თქვენ კომპიუტერს პირველ რიგში ვაკეთებთ ამას შემდეგ შეგეთქვით თუ არ შეგვიძლია მაგრამ რა იგივე შემდეგ შევდივართ support-ზე და იქ რა ენა Asus support აგერ არის საჭირთ აქ შემდეგ ვაჭერთ აქ driver and tools შემდეგ ვირჩევთ ჩვენ ოპერატიული სისტემას რაც გვიყენია Windows 1 7 რამდენბიტიანი ისიც დავუკვირდით რამდენბიტიანია თქვენი კომპიუტერი შევდივართ my კომპიუტერში შემდეგ სხვა სისტემაში Windows 7 თუ იქნება აქ მიახლოებით აი ასეთი წარწერა აი გვიწერს რამდენბიტიანი Windows-ია 64 ბიტიანია ჩემი ამიტომ ვირჩევ 64 ბიტიანს სინამდვილე ჩემი Asus-ი არ არის მაგრამ მე განახებთ უბრალოდ თქვენ აი Windows 81-ია ჩემი 64 ბიტიანი ვაჭერთ აი ნუ ეს ძველი დედაპლატა ალბათ რაც ამოვიქცევ ზებნაში ამისთვის საერთოდ არ არის დრაივერები ამიტომ აი 7 ამოვირჩიოთ მეგონი 7-ზე იქნება აი იწეთ BIOS-ი აქ ჭირდება ესეც აქ ჭირდება ვიწეთ აუცილებლად chipsets აი გვიხსნის და ეს software-ია ესე იგი თქვენ უნდა გაიგოთ ადვილად ორივე გადმოიწერეთ ეს utilitaris არ არის საჭირო წანთვარი მაგრამ მაინც გადმოიწერეთ ესე იგი ამას chipset მიწერთ ამ ორივეს შემდეგ აუდიო შევდივართ აუდიოში ვიწერთ ამ ზედას თავისთავად ეს რა ხდება დრაივერები მე გამოდის ახალი ვერსიები და
უნდა ეცადოთ გადმოიწეროთ ბოლო ვერსია. შემდეგ ვიწერთ თუ ეს ინტეგრირებული ვიდეო კარტაა ჩვენ კომპიუტერში ვიწერთ აქედან თუ არის NVIDIA ან AMD შევდივართ NVIDIA საიტზე ან AMD საიტზე და ვიწერთ ბოლო ესე ვიდეო კარტის დრაივერს ბოლო ახალ დრაივერს ასე ვთქვათ და აუცილებლად ვიწერთ ინტერნეტის დრაივერს ამის ყველაფერს რომ ამას აჭერთ არ არის პრობლემა და პირდაპირ ვიწერთ კომპიუტერში არაფერი ჩაულებრივად შემდეგ ვიდეო კარტა თუ გვაქვს NVIDIA ან AMD ვკრიფავთ NVIDIA-ს სიტყვაზე NVIDIA-ს ვკრიფავთ შევდივართ ოფიციალურ საიტზე განახეთ როგორ უნდა გადმოიწეროთ ოფიციალური NVIDIA საიტიდან ოფიციალური დრაივერი აგერ ვაჭერთ დრაივერს აგრუზით დრაივერა და შემდეგ ვირჩევთ ეს რა ვიდეო კარტაც გვაქვს ჩვენ ამ ვიდეო კარტის ნახვა შეგვიძლია აქედანაც და შეგვიძლია თვითონ Windows-იდან იმასაც განახებთ აი ოთბროჟენიაში შევდივართ ვიდეო KPI NVIDIA GeForce GT 630-ია ჩემი ვიდეო კარტა შეგვიძლია MyDAS პროგრამიდან შეგვიძლია კიდევ თვითონ Windows საშუალებით აი შევდივართ აგერ აშირენი ეკრანი რომ არის ეკრანის გაფართოებაში და დაბანიდანაში დაბანიდანაში შევდივართ და აი ახაც წერს რა ვიდეო კარტა გვაქვს ჩვენ თუ ინტელი გაქვთ ინტეგრირებული მაშინ წერს ოფიციალური დედაბლადის საიტიდან დედაბლადის საიტზე იქნება ეს ინტეგრირებული ვიდეო კარტის დრაივერიც და შემდეგ ვაყენებთ ამ დრაივერებს გადავტვირთოთ კომპიუტერს თუ შემდეგ მაინც გვაქვს ესეთი ისევლე ლურჯი ეკრანის პრობლემა მაგალითად ჩემი კომპიუტერი არის Lenovo-ი ესე კომპიუტერი მაქვს განახეთ ახლა რა კომპიუტერი არის ჩემი Lenovo H535 აი აგერ ეს არის ჩემი კომპიუტერი და ჩემ კომპიუტერი მქონდა მიახლოებით სიკვდილის ნაყიდი გადავაყენეთ Windows-ი რაღაცაც არ მომეწონა დავაყენე სხვა Windows-ი აი ეს კომპიუტერი არის ჩემი კომპიუტერი ეხლა რომელიც ეცვსერე ვიდეოს და მე მქონდა ასეთი პრობლემა მე თქვი რატომ აქვს არა და დრაივერები მეყენავა ესე იგი თვითონ რომ მონაყოლი დისკიდან ასე რომ ვთქვათ და AMD-ს პროცესორი აქვს ჩემ კომპიუტერს და ამიტომ ესე AMD-ს დედაპლატას პრობლემა ქონია ესე იგი რაზე ესე იგი უნდა შეეცადოთ ნუ შეიძლება AMD-ს დედაპლატა არ იყოს და სიტყვაზე სხვა ASUS-ი იყოს ან სხვა იყოს უნდა შეეცადოთ ესე თუ არ უშველა ამან შემდეგ ვაყენებთ ორიგინალ Windows მაქვს მე ვიდეო ორიგინალ Windows-ები როგორ გადმოვწეროთ ვაყენებთ ორიგინალ Windows ასე ორიგინალ დრაივერებს ან მონაყოლი დისკიდან ან განახეთ ეხლა ვიწერთ ოფიციალური საიტიდან ვაყენებთ თუ მაინც აქვს პრობლემა ესე იგი უკვე არის ეს კომპიუტერის გამომართვება ან ვიდეო კარტის უნდა ნახოთ იქ ესე იგი რო განახეთ აი აქ განახეთ ეხლა აქ რომ წერს ეს ახლა ამას ეწყობა AMD-ს ვიდეო კარტა ქონდა და ვიდეო კარტას აქვს პრობლემა ეს თუ არ შველის დრაივერი ესე ვაყენებთ ჯერ დრაივერს თუ უშველეს თავისთავად უშველეს თუ მაინც შვება შემდეგ თლად უნდა გადააყენოთ Windows-ი უნდა დააყენოთ ორიგინალი Windows-ი ორიგინალი დრაივერები და წეს და აღარ უნდა გას თუ მაინც შვება ესე იგი არის უკვე თვითონ ტექნიკური გამომართვება კომპიუტერის ესე იგი გაუგუჭებული არის ასე ვთქვათ თითქმის გაუგუჭებული არის ესე იგი შემთხვევა მქონია Windows ვაყენებდი ახლა ერთი 5 დღის უკან მქონდა ასე შემთხვევა და ბოლოს გაირკვა რომ იყო ვიდეო კარტის ბრალი ესე იგი ვიდეო კარტის დრაივერს როგორ კი დავაყენებდი ოფიციალურ საიტიდან ვიწერთ ჩაულებად ორიგინალ დრაივერს ვაყენებდი თუ არა ვიდეო კარტა ასე იგი კომპიუტერი ავტომატურად გაცშვას იწყება რა და ასე შვებოდა როგორც გახსნით ოპერაციას ამას ასე შვებოდა არანაირი ვირუსი არ იყო კომპიუტერს დავასკანე და ყველაფერი იყო რა იდეალურად იყო ვიდეო კარტის ბრალი შეიძლება იყოს ან დედაპლატის ბრალი ყოფილა შემთხვევაში დედაპლატის ბრალი იყო და თლად შეიქმნა გამოსასვლელი დედაპლატა აღარ შველოდა არაფერი ესე იგი ვაყენებთ კიდევ გიხსნით მთელ პროცესს აი ასე შეიძლება დაწეროს ნუ წაიწოს ინგლისური ცოტა თუ არა კათი შედგავი გვიწესაც ჰაი დრაივი ისე ყოველ ვარიანტში დრაივერის ია რა აი დრაივ software როწერია ესე იგი დრაივერის ბრალი აგერ გვიწეს ინფორმაციას ისევ აგერ ასე ბედო სუსო ის უნდა გავარკვიოთ რა არის ინტერესში დავუგულოთ
რისი ფაილი არის ეს და მიახლოებით მივხვდებით რისი ბრალია ეს ერთი. პირველ რიგში ვაყენებთ დრაივერებს, ოფიციალურ საიტზე მივწერთ ვაყენებთ ან ორიგინალი მონაყოლისგან დრაივერებს. თუ არ შეგვიძლია შემდეგ ვაყენებთ ორიგინალ ვიდეოს, ორიგინალ დრაივერებს, თუ მაინც შვება, უკვე უნდა წაიღოთ თქვენ თუ არ შეგიძლიათ მისი ნახვა, უნდა წაიღოთ ხელოსანთან და ესე იგი რაღაცა ნაწილის ბრალია. აი ეს იყო სულ. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში არის ეს რომ ვთქვით დრაივერების ბრალი. იშვიათ შემთხვევაში შეიძლება Windows-ის ბრალიც იყოს. ლათლას უმცირე შემთხვევაში შეიძლება იყოს თვითონ გამომართვა კომპიუტერს და ეს უკვე დურესია, ეს არის მიახლოებით 100%-დან 3% რომ ტექნიკური გამომართვა იყოს, ესე 90% არის რომ დრაივერების ბრალი იყოს და მიახლოებით 5% არის რომ Windows-ის ბრალი იყოს. ეხლა გემშვიდობებით, თუ მეგეწონათ არხი გამოიწერეთ არხი. ჩვენი არხი არის ალბათ ვიდეოს უყურებთ, თუ მოგწონთ ჩვენი ვიდეოები გამოიწერეთ. გვაქვს ისე არხი კიდევ YouTube-ზეც, შეგიძლიათ იქაც გნახოთ, გამოიწეროთ ჩვენი არხი, სადაც უბრალოდ შეჭერთ ხართ. კიდევ ჩვენ მაყურებელს ვეთქვი, ეს let's play-ები შეიძლება ფიქრობ რომ აღარ დაიწყება ჩვენ არხზე, რომ იყოს ეს არხი მარტო ვიდეო გაკვეთილებისთვის, მე მგონი თქვენს მეგეწონებათ და let's play-ების ვიდეოს არხს შეიძლება გავხსნა, შეიძლება კი მე მგონი გავხსნით ცალკე რა, ასე რომ ვთქვათ. და ეს არხი იქნება, ეს არხი აი ეს არხი იქნება მარტო ვიდეო გაკვეთილებისთვის და რომ არ დავუმატოთ აქ ზედმეტ რაღაცებს, ჯობია let's play-ების არხი ცალკე გაიხსნას და ვისაც მალე let's play-ების უყურებს let's play-ებს და ვისაც აინტერესებს გაკვეთილები და რაღაც კომენტარი შესახებ, ის უყურებს უკვე ამ არხს. ყოველ არხს თავის მაყურებელი ეყოლება რა, რომ არ გამოვიდეს აჯაბსანდალი ასე რომ თქვათ, ეხლა გიგებ ვიდეოებით, დროებით შემდეგ შევხვდებით.